მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ახლა ბათუმში ვართ. საკონსტიტუციო სასამართლოსთან ეჭერის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, სადაც მოქალაქეები ისევ არიან გამოსული საპროტესტო აქციაზე. ეს უკვე 98 საღამოა, როცა მოქალაქეები იკრიბებიან საპროტესტო აქციაზე და უცვლელია მათი მოთხოვნა. პირველ რიგში თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს, მათ შორის ბათუმელ მედროშეს, რომელიც შიმშილობდა 48 დღე და დღეს შეწყვიტა მან შიმშილობა. ის არის გადაყვანილი კლინიკა ვივამედში. ასევე თავისუფლება მზია ამაღლობელს, აქ მუდმივად ისმის ეს მოთხოვნა ჟურნალისტ და პირველ ქალ პოლიტიკურ პატიმარს საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომელიც გუშინ მოსამართლე ვიქტორ მეტროულმა დატოვა ის საკანონმდებლო პატიმრობაში და ხვალ კიდევ ერთი პროცესი გაიმართება მზია ამაღლობელის საქმეზე, უკვე ადმინისტრაციულ საქმეზე, როცა გააყალბეს მზია ამაღლობელის დაკავების ოქროთი და ჩაწერეს, რომ ის დააკავეს არა შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭირის სამმართველოს ღობეზე შენობის ღობეზე სტიკერის გაკვეთის უსიფიცრება საქართველოს, არამედ პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, თუმცა არსებობს ვიდეო კადრები, რომელიც აჩვენებს, რომ მზია ამაღლობელი არათუ არ შეურაცხყოფს რომელიმე პოლიციას მისი დაკავების დროს, არამედ საერთოდ უსიტყვოდ მიყვება ის საჭირის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, თუმცა ეს ნაწილიც არის გააყალბებული მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში და ჩანს, რომ თითქოს ის დააკავა არა გრიგოლ ბესელიმა, არამედ სხვა პოლიციელმა გოჩა ვანაძემ. სწორედ ეს გაყალბებული ოქროთი დაედო შემდეგ მზია ამაღლობელის პატიმრობას სისხლის სამართლის საქმეზე და გუშინის მოსამართლე ვიქტორ მეტროველმა დატოვა ისევ პატიმრობაში. ესეთი გადაწყვეტილება მიიღო გუშინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ. მე ნინე კაკულიოს ხედავ ახლა ბათუმის საპროტესტო აქციაზე და მოდით მას გავისაუბროთ, რომ მეტი გავიგოთ თემურ ქათამაძის ბათუმელი მედროშის შესახებ. მოგესალმებით გავტორა ნინა. ბოდიშერ გაწყვეტილებ საუბარს პირდაპირ ეთერში ვართ. თემურმა დღეს როგორც ცნობილია შეწყვიტა შიმშილობა და ის გადაყვანილია კლინიკა ვივამედში. როგორია მისი მდგომარეობა, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ თუ ელაპარაკეთ ვინმეს ან თავად მას? მას არა, რა თქმა უნდა, მას არ დაურეკავ ჯერ, ჩემთვის ადვოკატს ვესაუბრე, ადვოკატმა მოინახულა. ეს არის საიას იურისტი, რომელიც იცავს თემურ ქათამაძის ინტერესებს. თქვა რომ ექიმების თქმით მისი ორგანიზმის ყველა სისტემა გამართულად მუშაობს, კარგად არის ექიმები და ამბობენ რომ ძალიან ძლიერი ორგანიზმის ქონია, რა თქმა უნდა არის ზუსტად და ექიმებმა აუწყვეს რისკები და დაითანხმეს აი ვივამედის ექიმებს ჩემგან პირადად სამდე მადლობა, იმიტომ რომ აი ეს ნამდვილი ექიმები ესენი არიან. მოგეხსენებათ კლინიკაში იყო გადაყვანილი 2 კვირა, სხვა კლინიკა იყო, ახლა არ დავასახელებ. რა თქმა უნდა, მაგრამ იქ არც ყურადღება მიაქციეს, რაღაცა და არ ჩათვალეს საჭიროდ ასევე ექიმებმა შიმშილობის 29 დღეს რომ თემური დარჩენილი იყო კლინიკაში. არც ეს ყოფილა პატარა ვადა უკვე. და ისე რაღაცა ძალიან გულგრილად მოექცნენ და ვივამედის ექიმებს არ ვიცი, აი ნამდვილი ექიმები. დირექტორმაც გამოვიდა და მედიერს ინტერვიუ მისცა, აუხსნა მდგომარეობა, თემურის მიმართ ყურადღებით არიან. ეს დამიდასტურა ადვოკატმაც და ნუ კარგად იქნება ყველაფერი, აი ცოცხალი რომელიც არის 2 დღე, ესე იგი ორშაბათს დილით დამირეკა და სულ არ მომეწონა მისი ხმა. ორშაბათს დილით და ორშაბათი მთელი დღე და სამშაბათი არ ვიცოდი თუ სად იყო, იმიტომ რომ ვიცოდი რომ კლინიკაში უნდა გადაიყვანათ, მაგრამ ინფორმაცია მის შესახებ რომ სად იყო და საერთოდ ცოცხალი იყო თუ არა არ მქონდოდა, რა თქმა უნდა. აი საშინელი სტრესი გადავიტანეთ და დღეს შვება ვიგრძენით. ღმერთს მადლობა და თემურს მადლობა, რომ ეს ნაბიჯი გადადგა, ვიცი რომ არაფერი არ გქონდა და ექიმებსაც უმეტესი მადლობა. ალბათ იმანაც ფაქტორმაც თავისი როლი ითამაშა, რომ როგორც ვიცით, მისმა ქალიშვილმა გამოხატა ჩამოსვლის სურვილი. მაგრამ ეთყობა ნერვიულობის ნიადაგზე ავად გამხდარა. ამ გოგოს რამდენადაც მე ვიცი ფარისები ჯირკვის საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს და პირდაპირ არის დაკავშირებული აი ემოციური მდგომარეობასთან. სტრესი რომ გადაიტანა ეთყობა აი ვერ გაუძლო და ჯერჯერობით ვერ ჩამოდეს იმიტომ რომ
მკურნალობა სჭირდება და იმედია ის როგორც ჩამოვა ჩაეხუტება მამამის თავარია რომ ყველა იყოს სოციალური და უნებელი და დიდება უფალს. მადლობა, ეს დიდი კაკულია იყო მოქალაქე ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე და ბათუმელი მედროშის თემურ ქათამაძის იქვე გაფარ ილმაზის მეგობარი, რომელიც ახლა გველაპარაკებოდა თემურ ქათამაძის მდგომარეობის შესახებ. ის შიმშილობდა 48 დღის განმავლობაში და დღეს შეწყვეტა შიმშილობა. რომა თქვენ მინდა რომ გაგესაუბროთ რომა დოლაბერიძე თუ ადევნებთ თვალს ბოლო სასამართლო პროცესებს, მათ შორის თემურ ქათამაძის მიმართ დამოკიდებულებას, მის გაძევებას ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე მზიამაღლობელის საქმის განხილვა იყო გუშინ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ის ისევ დატოვა მოსამართლემ ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკანონო პატიმრობაში. თქვენ რა შთაბეჭდება შეგექმნათ, როგორც ერთ მოქალაქეს, რასთან გვაქვს საქმე, როგორი სასამართლო, როგორი მართლმსაჯულების სისტემა გვაქვს დღეს ქვეყანაში? მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ ვისაც ვენდობთ უშუალოდ გულისხმობს სტრასბურგის სასამართლო. სტრასბურგის სასამართლო 100%-ით გაამართლებს ყველას, მათ შორის მზიასაც და ადრე თუ გვიან ეს ადამიანები იქნებიან თავისუფლებაზე, თავისუფალი ადამიანები იქნებიან და რასთავარია ეს ადამიანები ჩვენთან ერთად თავისუფალ საქართველოში გააგრძელებენ ადრე თუ გვიან მოღვაწეობას. ანუ რა გამორიცხავთ აქ როგორც პირველ ინსტანციაში, ასევე სააპელაციო ეტაპზე ან უზენაეს სასამართლოში სიმართლის პოვნა არის შეუძლებელი, როცა პოლიტიკური ინტერესია? სამწუხაროდ პოლიტიკური ინტერესი ძალიან მაღალია. ყველამ ვიცით რომ სასამართლო ერთი ადამიანის ჯიბეში არის მოთავსებული და თავიდან ბოლომდე აკონტროლებს სამართალი ფაქტიურად შეუძლებელია მან იპოვო უკვე განსაკუთრებით რომ პოლიტიკური სარჩული აქვს ამ პროცესს თავიდან ბოლომდე ჭალებში ვიტყურა ის ზემოდან დავალებული სასამართლოა და ამიტომ სამწუხაროდ მე არანაირ მოლოდინი არ მაქვს ქართული სასამართლოს, თუმცა 100% ვარ დარწმუნებული რომ ევროპული სასამართლო სარჯამში ამ ხრივ უკანონოდ დაკავებული პოლიტპატიმრების სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას და სარჯამში ეს დამეთ თავისუფალი იქნებიან ყველაფერი. მე რა თქმა უნდა ვაგურდებოდი სასამართლო პროცესებს და მათ შორის ის მტკიცებულებები, რომელიც აი გამორიცხა თვითონ მოსამართლემ, მე იყო ძალიან რა ვიცი აი შოკის მონგრელი იყო იმდენად 100%-ით ეს არის ანუ ფაქტი წარადგინეს ხოლმე დაცვის მხარემ და რაღაც გამორიცხო რაღაც აი ამ მტკიცებულება არ მიიღო ხოლმე ეგ თავიდან ბოლომდე მიუთითებს რომ ან დაცვის მხარე აღარ დაუტოვა მან მზიამაღლობელს მოსამართლემ არა მარტო მზიას შემთხვევაში ხოლმე მზიას კონკრეტულ შემთხვევაში ნახეთ რაც იყო და რა ანუ გამართლების რომ აი თავი გაიმართლოს და თავი დაეცოს ამის საშუალება არ დაუტოვა აი ყველაფერი თავიდან ბოლომდე აი ქურდულად მოპარა. რატომ მოიქცა ასე თქვენი სასამართლო? რის დემონსტრირება იყო გუშინელი პროცესი? ანუ არა ჩემი აზრით ხან უკვე აბსოლუტურად ყველამ ვიცით რომ ეს თავიდან ბოლომდე მიკერძოებული სასამართლოა, ტენდენციური სასამართლოა და შესაბამისად ანუ მოლოდინი არ უნდა შეიქმნათ იმისთვის რომ აი ერთ დღეს აი მოსამართლე გაიგვიძებს და ითქვას რომ რაღაცა ძალიან ცუდს ვაკეთებ და მოდი გამოვასწორებ. ამის მოლოდინი არ უქნება, თუმცა როგორც თქვი აღვნიშნე, ხო აი სტრასბურგის სასამართლო ამას დარწმუნებული ვარ ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. დიდი მადლობა, ეს რომა დოლაბერიძე იყო, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოდით გია აბულაძეს მოусვინოთ, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს ბათუმში. გია, თუ ადევნებდით თვალს იგივე მზიამაღლობელის პროცესს, გუშინ რაც გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რის დემონსტრირება იყო ეს სასამართლოს და უпроსტად ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმის მხრიდან, რა იყო ეს? მოგესალმებით თქვენს მაყურებლებს. თავისუფლება მზიას, რა თქმა უნდა და ყველა პოლიტპატიმრებს ეს ხელისუფლება მიდის სრული დეგრადაციისკენ, სადაც უკვე ის კი არ ამბობს, ადრე გვეუბნებოდა რომ ფორმალურად არსებობს რაღაც ინსტიტუციები, სახელმწიფო ინსტიტუციები და ესენი ფუნქციონირებს. მტკიცებულებას მაინც იღებდა მოსამართლე საქმეში, ხო? ამბობდნენ რომ რაღაცა ინსტიტუციები ფუნქციონირებდა და არსებობდა, ეხლა გადავიდნენ უკვე რადიკალურ, ასე ვთქვათ, მიმართულებაზე, როცა ამბობენ უკვე ღიად,
გვესაუბრებია რომ ინსტიტუციები არ არსებობს და ის დაქვემდებარებულია ვიღაც ერთ პოლიტიკურ ჯგუფზე ან ადამიანზე და ამის დემონსტრირებას ახდენს. ეს ხომ ნიშნავს ისევ იმას რომ მე ვამყარებ დიქტატურას და მე თქვენი არ მეშინია ხალხო, ანუ ეს გზავნილია. როდესაც ისინი ხავს უსვამენ რომ ამ ქვეყანაში აი თქვენ ბოლო პერიოდში გაგიგონიათ რომელიმე სეხსენებიოს კონსტიტუცია, რაღაც კანონი, თავისით რაღაცა ყოველდღიურად ისეთ კანონმდებლობას ღებულობენ, რომელიც კონსტიტუციასთან მოდის და ნორმალური ცივილური სახელმწიფოს რაღაცა ფუნქციონირებასთან მოდის წინააღმდეგობაში ისეთ კანონებს იღებენ და მეორე მხრივ ამბობენ რომ ისევ თუნდაც ამ პერიოდში მიღებულ ახალ კონსტიტუციასთან მოდის ეს შესაბამისობაში არა საჩანს ადამიანის უფლებები ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის რატო იქნება კარგი ხო ამის ახსნა საერთოდ არ ღებულობთ ის ერთადერთი რასაც ისინი აკეთებენ დეკლარირებულად მეუბნებიან რომ სახელმწიფო აღარ არსებობს და რაღაცა მათი მიერ შექმნილ ვირტუალურ წესრიგს უნდა დაემორჩილოს მოქალაქე აი ეს არის მოცემულობა რაც გვაქვს ეს ქვეყანაში და ცხადია ჩვენ რიგითი მოქალაქეების პოზიცია არის რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი ეს ნიშნავს თორე იმას რომ კიდევ უფრო მყარდება ივანიშვილის დიქტატურა ამ ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტ ძალას იკრებს რუსული დიქტატურული რეჟიმი ხო სანამ მაგალითად ზია ამაღლობეს თავისი სახელმწიფოებრივი პოზიცია არ შეუცვლია სანამ თქვენ როგორც ჟურნალისტი აქ დახართ სანამ თუნდაც რამდენიმე მოქალაქე აქ დგას ეს იმას ნიშნავს რომ ეს არ შემდგარა და ისინი უბრალოდ ესენი არის მცდელობები. ეს უკვე 98 საღამოა, როცა იმართება საპროტესტო აქცია ბათუმში, თბილისში და არაფხოლოდ დიდ ქალაქებში, ყველგან ისმის დღეს პროტესტის ხმა, მაგრამ როგორ ხედავთ თქვენ ამ პროცესის განვითარებას? დღეს რა რესურსები რჩება დღეს მოქალაქეების ხელში, რომ ეს პროცესი დასრულდეს, ან გადაიჭრას, წავიდეს მოქალაქეების და დემოკრატიის სასარგებლოდ ამ ქვეყანაში? ერთადერთი რაც ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და კიდევ უფრო მეტად უნდა გაგვაძლიეროს, ეს არის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა ცივილური ქვეყნების, ევროპის ქვეყნების, ამერიკის მხარდაჭერა განსაკუთრებით შეგვიძლია იმისთვის, რომ გაქვთ ამერიკის მხარდაჭერის იმედი, განსაკუთრებით ტრამპის ბოლო განცხადებების შემდეგ? ხო, ახლა ამერიკა ტრადიციულად არის დემოკრატიის, ასე ვთქვათ, ფლაგმანი და არ ამგონია, რომ ამ ძირითად ღირებულებებს უღალატოს, იმიტომ რომ მსოფლიოში ის არის ცნობილი, როგორც დემოკრატიული ღირებულებების ერთგული და რა თქმა უნდა ყველას მსოფლიოში და მათ შორის საქართველოსაც აი ამის თავარი ღირებულებისთვის ბრძოლის ჩვენ გჯერავს ისევე როგორც ამერიკა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ რომ ისინი მათი მხარდაჭერის მიუხედავად საქართველოში დემოკრატიას ისინი თანაუგრძნობენ და გამოხატავენ შეშფოთებას თუ უწესებენ სანქციებს კონკრეტულ პირებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ გვინახავს ჩვენი ის გადაწყვეტილება, რაც იქნებოდა გადამწყვეტ ივანიშვილისთვის, ხო და მისი რეჟიმისთვის. ეხლა ცხადია მე წეგან ბოლომდე ვერ დავასრულე, ერთია საერთაშორისო მხარდაჭერა და მეორე არის საზოგადოების პოზიცია ჩვენი ხალხის და ეხლა ჩვენ ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ცხადია ხდებიან საჯარო მოხელეები, ხდებიან ჩვენი თანამოქალაქეები, ქართულ ოცნებაში დასაქმებული პირების თუნდაც და მათი პოზიცია რომ ასე ვერ შეიძლება შეიქმნას ნორმალური სახელმწიფო, იმას ნიშნავს რომ ჩვენ რაღაც გარდამტეხ პერიოდში ვართ, როდესაც ეს ადამიანები უფრო აქტიურად გამოხატავენ პოზიციას, უბრალოდ სხვა გამოსავალი არ არსებობს, იმიტომ რომ არ ამგონია რომ რომელიმე თუნდაც ქართული ოცნების ჩინოვნიკს თუ მხარდამჭერს უნდოდეს სახელმწიფო, სადაც ინსტიტუციების წარმომადგენლები, ანუ მოსამართლეები, საჯარო მოხელეები, თანამდებობის პირები იყვნენ სანქცირებული და რაღაცა ანუ ღებულობდნენ ესეთ კატასტროფულ კანონებს და ამ კანონების ქვეშ თავისუფლად და ნორმალურად ცხოვრობდნენ თავიანთი შვილები. არ ამგონია რომ ესე წარმოედგინოთ მათ. ამიტომ ცხადია რაღაც პერიოდებს გავდივართ ჩვენ და საბოლოო ჯამში ჩვენ ყველა ერთად შევთანხმდებით იმაზე რომ ჩვენ გვინდა ნორმალური სახელმწიფო. ჩვენ აქ გავართ ცხადია ეს მაგრამ როგორ შეიძლება ეს მოხდეს, იმიტომ რომ დღეს მოქალაქეების ხელში არის პრაქტიკულად ქუჩა, ხო? დანარჩენი ძალაუფლების ყველა ბერკეტი არის ისევ ქართული ოცნების ხელში, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება. ეხლა რასაც აკეთებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პროცესში შიგნიდან აჩქარებს ქართული ოცნება. ანუ რატო გონიათ რომ აჩქარებს? რაც უფრო კაბალურ კანონებს ღებულობს, მით უფრო ის თუნდაც მისი მხარდაჭერები წმუნდებიან, რომ ასე ნორმალური სახელმწიფოს აშენება შეუძლებელია. და გარდა ამისა, შიგნით ცხადია საუბრობენ იმ საკითხებზე, რა მოლოდინები აქვთ მათ, რას გააკეთებენ, როგორ მოიქცევიან და ეს მათ ესმით რიგით მოქალაქეებს, თუნდაც საჯარო მოხელეებს, ან მათ შორის ოცნების მხარდამჭერებს, თქვენ ამას ოცნების მხარდამჭერებს და არ ამგონია ეხლა თქვენ რომ ჩვეულებრივად თქვენს მეზობელს არც ნათელს რომელიც ჩვეულებრივი საჯარო მოხელეა და უბრალოდ გულწრფელად კითხოთ
ყოველგვარი ზედმეტი დეკლარირების და აფიშირების გარეშე ხდებიან უბრალოდ ხო ქალაქში მათთვისაც მიუღებელია ეს უბრალოდ რაღაცა ფორმით ბოლომდე ვერ ახერხებენ რომ ასე საჯარო ჩვენ თქვენ იმედი გაქვთ რომ მოირღვევა ეს ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ვერტიკალი ივანიშვილის გარშემო დავაკვირდები თუნდაც ბაჩიაშვილის ერთ кейსს სხვა თუნდაც იყვნენ პოლიციელების ხვებიც ხო ეს არის ღვევის პროცესი ასე ვთქვათ და ცხადია ამას შეემატება იმიტომ რომ შეუძლებელია უბრალოდ ასე სახელმწიფოს ფუნქციონირება ხო არ შეიძლება ჩვენ ერთმანეთს ველაპარაკოთ ხიშტებით ჯოხებით ხო ჩვენ ვართ ნორმალური განათლებული ნორმალური საზოგადოება და ასეთი სახელმწიფო შექმნა გვინდა ევროპული სახელმწიფო შექმნა ამიტომ გავარ სხვა სურვილი ჩვენ არ გაგვაჩნია და ფიქრობთ რომ ამის შანსი ჯერ კიდევ არის რომ გადარჩეს დემოკრატია ამ ქვეყანაში შანსი არის და იმიტომ გავარ ჩვენ აქ მადლობა ეს გია აბულაძე იყო პოლიტიკოსი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში თქვენ მას უსმენდით ჩვენს პირდაპირ ეთერში ვინც ეხლა შემოვერთეთ ჩვენს პირდაპირ ეთერს მე გეტყვით რომ ჩვენ ახლა ვართ ბათუმში ბათუმის საპროტესტო აქციაზე ასეც უკვე 98 საღამოა იკრიბებიან მოქალაქეები და გამოხატავენ პროტესტს იმის გამო რაც ხდება ქვეყანაში მიტაცებული ძალაუფლებისთვის არჩევნების გაყალბებისთვის და მოთხოვნები არის ისე უცვლელი არჩევნების ხელახლა ჩატარება და რაც მთავარია თავისუფლება რეჟიმის წვევებს, თავისუფლება პოლიტიკურ პატრიოტებს, მათ შორის მზია ამაღლობელს, რომელიც ჟურნალისტია და ის აღმოჩნდა გისოსებს მიღმა, ასევე პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ასევე თავისუფლება თემურ ქათამაძეს, იგივე გაფარ ილმას, რომელიც ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშით იქცა ერთ-ერთი სიმბოლოდ, ის ყველა აქციაზე ჩნდებოდა დროშით ხელში და ამჯერად უკვე მისი ქვეყნიდან გაძევებას ცდილობს აუცილებლობის პოლიტიკური რეჟიმი. თემურ ქათამაძე პროტესტის ნიშნად შიმშილობდა 48 დღის განმავლობაში, დღეს შეწყვიტა ეს შიმშილობა. მოდი მოვისმინოთ ასევე სხვა მოქალაქეების პოზიციები. გოჩა შეიძლება ერთი წუთით მოსწრებთ გოჩა მჟავანაძეს მოქალაქეს ამ პროევროპული აქციების აქტიური წევრს და გამჭრელობა საქართველოს ანალიტიკოს გოჩა თქვენ ესწრებოდით ქუში სასამართლო პროცესს მზია ამაღლობელის პროცესს ხო რა შთაბეჭდილება დაგჭათ რა ეტაპზე გადავიდა ახლა ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმი სასამართლო ანუ შთაბეჭდილება დამჭა დიდი მონოლინი არ თქონია იქიდან გამომდინარე რომ მზია ამაღლობელის საქმე არის პრეცედენტული საქმე და ამით სამაგალითოდ დასჯას აპირებს ზიას და ყველა იმ ადამიანის თვის სიგნალის გაგზავნას რომ ვინც მის რეჟიმს შეეწინააღმდეგება და აქტიურად იქნება რეჟიმის წინააღმდეგი ყველას ანალოგიურად მოექცევა რაც შეეხება გუშინდელ პროცესს გუშინდელი პროცესი იყო ფარსი დაცვის ხარის მტკიცებულებებიდან არც ერთი მტკიცებულება მოსამართლემა არ დასაშვებად არ ცნო ამ ორი ცხა არც ერთი ვიდეო მტკიცებულება რომელიც იყო წარდგენილი ბატონო რომელიც ნათელ მაგალითს მოფენდა საქმეს და ისიც კი შეეშინდათ რომ მოქალაქე ხარე საზოგადოებას დამატებით ენახა საქმეში არსებული ვიდეო მასალა რომელიც უთხوارად ასახავდა აი როგორ უნდა დაამტკიცო ამ დროს შენი სიმართლე სასამართლოში ხო რა რჩება მოქალაქეს იგივე მზია ამაღლობელს სასამართლო ძალიან ხმამაღალი ნათქვამია სასამართლო მანდ არ არის ჩვეულებრივი ანუ გაგრძელება მართლმსაჯულების პოლიციის და პროკურატურის და ნოტარიუსად ყავთ ქცეული მოსამართლეები უშინდელმა მაგალითად აღნიშნული დაანახულა და ფიზიკურად ვერცერთი ადამიანი ვერცერთი მოქალაქე სასამართლოში ცემართლს ვერ იპოვის ამ მოცემულობაში და დღემდე ისე მივდივართ რომ ვერც ვერავი ვერ იპოვა. ესე 27 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალს აღუვაცნო მოსამართლე ბათუმში მიმდინარე აქციის ფარგლებში და ერთი ფაქტიც არ არის დადასტურებული, სადაც ანუ მოქალაქე იყო მართალ და პოლიციის მიერ შედგენილი სამართალდამცავების ოქმი იყო ანუ შეუსაბამოდ არ უცნია გამომდინარე აქედან სტატისტიკურად შეხედო აბსურდია ჩვეულებრივი და ნოტარიუსის ფუნქციის მატარებელია მოსამართლე. რაც შეეხება ბრალდების ხარის მტკიცებულებას სასაცილოა უბრალოდ ძალიან ძიმე სიტუაციას ასახავს ვითომ ვიღაც პოლიციის თანამშრომელი ოზურგეთში ვლადიმერ ჩიტაია კი სახელიგვარი სამწუხაროდ არ მართლობს და არც გავიმეორებ დროის სახაჯვართ არარაობებზე ანუ მოქალაქე მიატოლა წყარო ინფორმაციო მზია ამაღლობელს მიუღია თითქოს დავალება რომ ხელი გაერტყა გებუადისთვის და ეს იყო მიზან მიმართული დაგეგმილი ღონისძიება და ამის საპირისპირო რაც აბსურდია და არავის ნებისმიერ ჯანსაღ ადამიანს ამის დაჯერება როგორ უნდა დააჯერონ და დაარწმუნონ წარმოუდგენელი ამის პარალელურად გებუაძეს ჩვენება აქვს მიცემული რომ
ზია ამაღლობელთანო შელაპარაკება თუ რაღაცა პირადი უთანხმოების საფუძველზე განზრახ გამაწნას სილაო და ანუ ერთმანეთს ეწინააღმდეგება თუ ზიას ვიღაცამ დაავალა და ეგ გააკეთა მაშინ გებუაძე რატო ამბობს რომ პირადი შელაპარაკება და უთანხმოების გამოდის მაშინ მათი პროპაგანდასაც რო გაყვე რაც ალურიო ვინც ზიას დაავალა და ეგ გააკეთებია გამოდის რომ ეგ დავალება გებუაძემაც მიიღო და გებუაძემაც შეასრულა და თავისი როლი ხონდა ამ დავალებაში რაც აბსურდია ანუ ერთმანეთსაც ეწინააღმდეგება რაღაც იმას ხაზავენ მონახავს და პროპაგანდის რატომ დასჭირდათ ეს თქვენი აზრით ამის შემოგდება ამ საქმეში ასე ვთქვათ იმიტომ რომ გუშინ ახკვეთი ღონისძიებაზე უნდა ემსჯელა სასამართლოს ორი თვის ვადაში ერთხელ უნდა გადახედოს და სხვა არანაირი დამატებითი ინფორმაცია მტკიცებულებაზე ანუ ლაპარაკიც ემედია დამატებითი ინფორმაციაც არ ქონდა პროკურატურას რომ ეთქვა და ამიტომ მოიგონეს რომ 15 თებერვალს ვიღაცა ოზურგეთის პოლიციას აღმოუჩენია ამ საქმის გასაღები და ამ საქმის გამხსნელი ფაქტი დაუდგენია და მთელი აბსურდის თეატრი მოაწყეს და ეს დამატებით მოსამართლეს ნოტარიუსს იაწოდეს ეს დოკუმენტი რომ ნოტარიუსსაც ქონოდა იმის მტკიცებული სათქმელი სიტყვის მასალა რომ თურმე რაღაც ახალი გარემოება აღმოჩნდა ამ ახალი გარემოებების გამო გაუგზავნა პატიმრობა და თვითონ მათ რა ვიცი მინდევრებს საც ამ პროპაგანდისტულ ხალხს და ამ პროპაგანდისტულ ინფორმაციას აჭმევენ რა ესე ვიტყვი შეგნებულად პირდაპირ მართლა აჭმევენ იმიტომ რომ რავი საღი აზრი ქონდეს ადამიანს რაღაცა საკუთარ თავზე ელემენტარული წარმოდგენა ქონდეს რომ აზროვნებს და მოვიდებლად და ეგ ყველაფერი გიჯეროდეს რავი ჩემთვის ძალიან წარმოუდგენელია და არ მაქვს გულწრფელად მოგითხრა არანაირი მოლოდინი. ხოლო კიდე რამდენიმე პროცესია, ასევე ბათუმის საპროტესტო აქციების შემთხვევაში, როცა იგივე ზებრა გადასასვლელით სარგებლობდნენ მოქალაქეები აქციის მონაწილეები, მათ ედევებიან ხელმურად გზის გადაკეტვას და ბარიერის შექმნას და რამდენიმე საქმე განიხილება ხვალ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ნაწილი საქმეები განიხილეს, ნაწილი ხვალ განიხილება და მანდაც აბსურდული ამბებია, მაგალითად ნოკომის ფლოვას პროცესს ვესწრებოდი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა ვიდეო მასალა მტკიცებულებად, სადაც ჩანს ერთ ვიდეო მასალაში ნოკომის ფლოვა, რომელიც გადადის ქვეითთა გადასასვლელზე, და მთელი მსოფლიოში შეთანხმებული ქვეითთა გადასასვლელი არის ქვეითთა გადასასვლელი და პრიორიტეტი იქ მოძრაობის ოფენიჭება მას და სატრანსპორტო საშუალება ვალდებულია გაჩერდეს და მეორე ვიდეო მასალა წარმოადგენს, სადაც ჩანს რომ მანქანა დგას, ანუ ეგრე შეფერხებულია, ანუ მტკიცებულებაში, ანუ სამართალდამცავების ოფისში შედგა, რომ ნოკომის ფლოვამ შეაყოვნა მანქანის გადაადგილება ქვეითთა გადასასვლელზე მოძრაობის უწყებით და ამ შემთხვევაში უნდა იყოს მტკიცებულება, რომ ნოკომის ფლოვა უნდა იყოს, რომელიც სისტემატურად გადადის შეგნებულად როგორც მათ ამბობენ და ამ შემთხვევაში უნდა ჩანდეს, რომ მანქანა ფერხდება ამ ყველაფრით. ესეც რო იყოს, ესეც არა კანონიერება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში, მაგრამ მათ ლოგიკას რო გავყვეთ, ეს მაინც უნდა იყოს, ესეც არაა და ეს შეაფერხოს, ეგეც არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი, ხო? ანუ მათი ლოგიკიდანაც რომ ამოხვიდე, ესეც არა აქვს, ანუ ერთ კაცში და იმიტომ არ ყოფილა ფიზიკურად, რომ მანქანა შეფერხებულია და ნოკომის ფლოვა გადადის ქვეითთა გადასასვლელზე, როცა ადვოკატი ამბობს, რომ ეგ არის ზოგადი ინფორმაცია და ზოგადი მასალა, ამას მოსამართლე დაეთანხმა და მაგრამ მე შინაგანი წმენდითო გადავწყვეტო როგორ იქნებაო და გადაწყვეტილებას გამოგიცხადებს დარწმუნებული ვარ სამართალდამცავად ცნობს და რავი თვალინელ პროცესებზე იმიტომ რომ ამდროინდ არავინ არ გაუმართლებიათ და ესეთი შემთხვევა არ დამდგარა არც ბათუმში და არც რომელიმე სხვა სასამართლოში. არ გამიგია მე ყოველ შემთხვევაში ყველა სამართალდამცავად ცნეს აბსოლუტურად და იყო შემთხვევები როცა შენიშვნა გამოუცხადეს რომელიც სამართალდამცავად ეს ასევე სამართალდამცავია სანქცია ადმინისტრაციული საქმის წარმოებაში ანუ სამართალდამცავად ცნო მაგრამ სანქცია ჯარიმა და პატიმრობა არ გამოიყენა შენიშვნა სხვა მე არ მახსენდება და არც გამიგია ყველაც არანაირი მოლოდინი არა საქმის მასალების გადაცემაც უჭირთ და აჭიანურებენ მაქსიმალურად და რომ გადასცენ ამ მასალებში მათ მიერ შეგროვებულ და მათ მიერ მომზადებულ მასალებში არ დასტურდება არანაირი სამართალდამცავება და რა ვიცი პროკურატურა, პოლიცია, ნოტარიუსი აქციული სასამართლო არიან ოცნების სამსახურში და სადამდე შეძლებენ და სადამდე ეკნებათ რა ვიცი მოქალაქეებს ანუ ეს დუმილის პოზიციაში ყოფნა მანამდე გააგრძელებენ და აბსოლუტურად ყველას მიწვევიან დარწმუნებული ვარ და ამიტომ ფიქრობ რომ გამოფხიზდეს უნდა ყველა ის ადამიანი ვინც ფიქრობს რომ ანუ ეს გამოფხიზდება და ხმის ამოღება რომ ხალხმრავალი გახდეს საპროტესტო აქციები ფიქრობთ რომ ეს დაახევინებს უკან ივანიშვილის პოლიტიკურ რეჟიმს ანუ დრომის ამ დრომდე არაფერს არ თმობს პრაქტიკულად პირიქით ამ კაცებს და მე ვფიქრობ
დათმობს იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები ამოიღებენ ხმას რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში გააპროტესტებენ აღნიშნულ სიტუაციას უსამართლობას რომელიც ხვალ მაინც შეეხებათ და ჯობია სანამ პირადად მათ ეხებათ მანამდე გამოფხიზნენ ამოიღონ ხმა გააპროტესტონ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ კანონის ფარგლებში კანონის მიღმა არავინ არ გადადის და არ გადასულა აქ ყოფი არც ერთი მოქალაქე გააპროტესტონ და ეს პროტესტი არის ერთადერთი ბერკეტი და საშუალება რომელიც ამ რეჟიმს უკან დაახევინებს სხვა საშუალება რა თქმა უნდა მე ვერ ვხედავ პირადად და ასევე ამ პროტესტის საფუძველზე ჩვენი პარტნიორების ან საერთაშორისო მეგობრების თანადგომა და ან მხარდაჭერა იქნება ის მეორე მექანიზმი რომელმაც შეიძლება უკან წააღებინოს ეს პოლიციური და უსამართლო რეჟიმი ხელისუფლებაში მოკალათებულ ოცნებას რა მადლობა ეს კოჩებ ჟავანაძე იყო მოქალაქე რომელს უსმენდით ჩვენს პირდაპირ ეთერში ასეთი განწყობები აქვს დღეს მოქალაქეებს ბათუმის საპროტესტო აქციაზე 98 საღამოს როცა ისევ შეიკრიბნენ მოქალაქეები ტრადიციული შეკრების ადგილას საკონსტიტუციო სასამართლოსთან აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ ყოველ საღამოს იქნებიან მოქალაქეები უკვე 98 დღის განმავლობაში მიუხედავად ამინდისა ძლიერი ქარია თუ კოკისპირული წვივა თუ თოვა თუ ასე შემდეგ მოქალაქეები ბუდმად აი აქ დგანან ხან დიდია მათი რაოდენობა ხან მცირე მაგრამ მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ყოველთვის ახერხებს რომ ყოველ საღამოს გამოვიდეს ქუჩაში და დააფიქსიროს პროტესტი რომ ეს პროტესტი არ გაჩერდება და არ შეეგუებიან მოქალაქეები სამოქალაქო საზოგადოება ამ ქვეყანაში არ შეეგუება ამ ქვეყნის დაკარგვას გარუსებას და მაშინ როცა ამ ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხია დღის წესრიგში და ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმი აქტიურად ცდილობს რუსული დიქტატურის დამყარებას მოქალაქეები თვლიან რომ ამ დროს გაჩუმების და გაჩერების დრო არ არის ასეთი მოქალაქეების განწყობა და მათი პირველი მოთხოვნა უმთავრესი მოთხოვნა ამ შემთხვევაში არის თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს ადამიანები რომლებიც დააკავეს მათი რაოდენობა არის დაახლოებით 50-ზე მეტი ჩემთვის როგორც არის ცნობილი და საუბარია იმ საქმეებზე სადაც ჩანს ნათლად რომ არ არის სამართლებრივი საფუძველი საკმარისად რომ ისინი იყვნენ პატიმრობაში და არსებობდეს სისხლსამართლებრივი დევნა მათ წინააღმდეგ მათ შორის არის მზიამაღლებელი ჟურნალისტი, გამომცემლობა ბათუმელების დამფუძნებელი და დირექტორი, რომელიც პატიმრობაში და გუშინის ვიქტორ მეტრეველმა ისევ დატოვა უკანონო პატიმრობაში. ასე მნიშვნელოვანია და გუშინ განსაკუთრებით ადვოკატები ვერ მალავდნენ გაუცებას იმ ფაქტის გამო, რომ მოსამართლემ ამორიცხა კიდევაც ის მტკიცებულებები, რომელიც წარმოადგინა დაცვის მხარემ ან ადვოკატებმა ამ საქმეში, ანუ მზიამაღლებას პრაქტიკულად დაცვის უფლება წაართვა სასამართლომ, ანუ ბუნებრივია ვიცით ყველამ რომ სასამართლო მსჯელობის წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით თუ რა არის სინამდვილე, მაგრამ მზიამაღლობელის არც ერთი ვიდეო უკვე ამ საქმეში არ დევს, ვიდეო მასალა რომელიც ასახავს კონკრეტულ შემთხვევას, სადაო ფაქტს, იგივე სილის გაწვდის შემთხვევას, ასევე იქ არსებულ მდგომარეობას, მაგრამ ეს ვიდეო მტკიცებულებები რაც იყო წარმოდგენილი დაცვის მხარის მიერ და რამასაც დაედასტურებინა მზიამაღლობელის უდანაშაულობა, ეს მტკიცებულებები ამორიცხა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა, ისე რომ მას არც კი უთქვამს თავისი არგუმენტი, რატომ მოიქცა ამგვარად. ეს განწყობაც გასაჩივრდება, თუმცა იგივე ადვოკატი მაიამ წარიაშვილი გუშინ გვეგონებოდა, რომ ნაკლებია იმის მონორდინი, რომ ქართული მართლმსაჯულების პირობებში შეიძლება რამე შეიცვალოს ამ კუთხით, თუმცა მას აქვს მონორდინი, რომ ეს საქმე მზიამაღლობელის საქმეს ის მოიგებს ევროსამართლოში. ხოლო კიდევ ერთი პროცესი გაიმართება მზიამაღლობელის საქმეზე, ამ შემთხვევაში საუბარია ადმინისტრაციული დაკავებაზე, მზიამაღლობელი თავდაპირველად 11 იანვრის აქციაზე დააკავეს ადმინისტრაციული წესით, შედანგა საქმედა სამინისტროს ღობეზე სტიკერის გაყრის გამო, თუმცა მისი დაკავების ოქმი არის გაყალბებული. ის ოქმში ჩაწერეს, რომ ის დააკავეს არა სტიკერის გაყრის გამო, არამედ პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, როგორც ის აყენებდა შეურაცხყოფას პოლიციელებს და ეძახდა მათ ძაღლებო ღორები და ასე შემდეგ, თუმცა ვიდეო მასალა, რომელიც არ დაუშვა მტკიცებულებად და უბრალოდ ამორიცხა მოსამართლემ ამ საქმიდან, ჩანს რომ მზიამაღლობელი არა თუ შეურაცხყოფს რომელიმე პოლიციელს, არამედ უსიტყვოდ მიყვება გრიგოლ ბესელეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს
ეს ნაწილიც არის გაყიდვებული მზიამაღლებელის დაკავების ოქმში, რადგანაც იქ ჩანს, რომ მზიამაღლებელი დააკავა არა გრიგოლ ბესელიამ, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, არამედ თითქოს ის დააკავა გოჩა ვანაძემ. ხოლო სწორედ ადმინისტრაციული დაკავების შემთხვევას განიხილავს მოსამართლე სალიხ შაინიძე დღის 3 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ასეთი ვითარებაა დღეს საპროტესტო აქციაზე ბათუმში. ესმერეთ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიიდან გაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.